საღამო მშვიდობისა, ლოტო 642 სტარტს იღებს ამჯერად საქართველოს ეროვნული ლოტარიის YouTube არხზე და რა თქმა უნდა დღეს 26 მაისია და აუცილებლად უნდა მოგილოცოთ ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული და ქვეყნის მთავარი მონაპოვარი დამოუკიდებლობა. და მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო და წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა ხართ ხელში მომარჯვებული ბილეთებით. იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა არის, რომ ძალიან მასშტაბური თანხები გავათამაშოთ და უნდა გითხრათ ისიც, რომ მე და თქვენ ხვდებით რიგით 855 ტირაჟის ფარგლებში და დღევანდელი მონაცემებით ლოტოს ჯეკპოტი შეადგენს 794,920 ლარს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის რიგით მეორე კატეგორიაშიც. ჩვენ ვათამაშებთ ასევე მასშტაბურ თანხას, რომელიც გახლავთ 413,000 ლარზე მეტი. და იმისათვის, რომ გამოვავლინოთ დღევანდელი იღბლიანი მოთამაშები, რა თქმა უნდა გადავინაცვლოთ ჯადოსნური ღილაკისკენ, ერთად დავიწყოთ 10, 3, 2 და 1. ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი და ვნახოთ თუ პირველი რომელი ბურთი რა ნომრით მოგორდება ჩვენამდე. დაბალი იქნება მაღალი, რა ფერის იქნება ის და მაღლებით ვიწყებთ. მწვანე ბურთი მოგორდა ჩვენამდე 29 ნომრით. გადაამოწმეთ თქვენს ბილეთებზე 29 ნომერი და უკვე ვიცით რიგით მეორე ბურთის ნომერიც, რომელიც გახლავთ 11. ახლა ვნახოთ თუ მესამე რომელი ბურთი მოგორდება ჩვენამდე და ის გახლავთ 20 წითელი ფერის ჯერჯერობით. მაღალი რიცხვები ჭარბობს. ვნახოთ მეოთხე ბურთი რომელი იქნება და ის გააგრძელა 10 ნომერმა. მწვანე წითელთან არის თანაფარდობაში. ვნახოთ რომელი იქნება მეხუთე ბურთი და უკვე ეს ფერები დაარღვია ლურჯმა 15 ნომრით. ვნახოთ მეექვსე ბურთის ნომერიც და ის გახლავთ 24. და ველოდებით კიდევ ერთ-ერთ იღბლიან ბურთს, რომელიც გახლავთ 31. და შეგვიძლია რომ ახლა გადავიმეოროთ 29, 11, 20, 10, 15, 24 და 31 გახლავთ დღევანდელი იღბლიანი ციფრთა კომბინაცია. ჩვენ სულ ცოტა ხანში გვეცოდინება თუ რამდენი ბილეთი გათამაშდა და რომელ კატეგორიებში. იქამდე კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ვისაც ჯერ არ გაქვთ შეძენილი ლოტოს ბილეთები, ძალიან კომფორტულად შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ სახლიდან გაუსვლელად. მისამართზე 3w.lotto.g. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიაკითხოთ დიდ სავაჭრო მოლებში განთავსებულ სერვის ცენტრებს, სადაც დაგეხმარებიან სასურველი ნომრების შემოხაზვაში და რა თქმა უნდა, ლოტოს ჯიხურები, რომელიც განთავსებული არის ქვეყნის მასშტაბით. და იმისათვის, რომ ნახოთ ახლა იღბლიანი ბილეთების რაოდენობა, ჩვენ სულ ცოტა ხანში გვეცოდინება ის, იქამდე კი შეგვიძლია გადავიმეოროთ და ვთქვათ 29, 11, 20, 10, 15, 24 და 31 რიცხვები არის ის იღბლიანი ციფრთა კომბინაცია, რომლითაც თქვენ შესაძლებლობა გქონდათ მოგეგოთ ჯეკპოტი, თუმცა დღეს ჯეკპოტი ვერ გავათამაშეთ, მაგრამ გათამაშდა მეხუთე კატეგორია, 27 გამარჯვებული ყავს ამ კატეგორიაში. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგში კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავახარებთ. ჩვენი მიმზიდველი ჯეკპოტიც გათამაშდება და აუცილებლად უნდა გითხრათ ის, რომ პარასკევს ლოტო 642 რუსთავი 2-ის ეთერში დაბრუნდება. ნახვამდის!